მოგესალმებით, მეგობრებო, ვიდეოში მინდა შემოგთავაზოთ ბატონი ვლადიმერ ბენაიძე, ხშირად ყოლია სტუმრად, ჩემ ეთერში ხოლმე რამდენიმე ვიდეო დევს მასთან. ერთადერთი ბიოენერგეტიკოსი ყავს საქართველოში, რომელიც ძალიან ბევრი წელი არის, იკოლევს მთელი თავისი კვლევები აქვს, წიგნიც აქვს გამოცემული. დილი და ღამე. ხა, ბიოენერგეტიკაზე, აურის დიაგნოსტიკა როგორ ხდება, ენერგეტიკული დიაგნოსტიკა როგორ ხდება ადამიანის და ესოთერულ ქრისტიანობაში არის ბატონი ვლადიმერი იყენებს ეზოთერულ ქრისტიანობას როგორც ვისი პრინციპებს უბრალოდ ხო და ძალიან საინტერესო საუბარი გქონდა ესე მთელი დღეს საუბრობთ და შეიძლება ცოტა დაღლილებით ვართ უკვე იმდენ დიაგნოსტიკაც ჩავატარეთ მასწავლით და რაღაც სხვა ტექნიკებს ძალიან ბევრ საინტერესო რაღაცებზე დამაფიქრა და თქვენს მინდა ჩაგრთოთ ჩვენს დიალოგში და ჩვენ რაღაც ესე მოგვილაპარაკეთ რომ გავაკეთოთ ვიდეო ადამიანებში ჯანმრთელობის პრობლემები როგორ ჩნდება. მაგალითად მე ხშირად როცა ან თავისკევილი მაქვს ან ენერგიობა მაქვს ურეკავ ხოლმე ბატონ ვლადიმერს და ვეკითხები რა არის მიზეზი ეხლა იმიტომ რომ ეხლა ესეთი სერიოზული თითქოს არაფერი არ მჭირს მაგრამ აი ეს დაღლილობა ეს თავისკევილი ამის ენერგეტიკული მიზეზი თუ არის თუ უბრალოდ დავიღალე და დასვენებო მჭირდება მაგალითად ბევრი გყავთ თქვენ ესეთი ვინც გირეკავენ სხვა ჩივილებით პრობლემებით და ბატონი ვლადიმერი ატარებს ხოლმე მე დიაგნოსტიკას. ახლა ძალიან ღრმა დიაგნოსტიკებს აღარ ატარებს, ესეთ ღრმა კონსულტაციებს, უკვე ცოტა ესეთ სუბუქ წლის გახდა და უკვე ცდილობს რომ ძალიან აღარ შევიდეს ესეთ სიღრმეში, მაგრამ ძალიან დიდი გამოცდილება აქვს და მინდა რომ დღეს მოგვიყვეთ. რო გირეკავთ ხოლმე? თქვათ რა პრობლემები არის? აი თქვათ ჯანმრთელობის პრობლემა აქვს ადამიანს. შეიძლება მსუბუქი თავისკევილი იყოს ან სხეულის შეგრძნებები, მაგრამ შეიძლება ყუჭის ძლიერი შეტევა იყოს, ხო თქვათ? სტრუქტურა რო ახსნათ. თემები ბევრია, ხო? ბევრია. მსჯელობის ერთ-ერთი აი ეს არის წარმოიდგინეთ მე და ისა ჩემი კოლეგა დალი დავიწყეთ მუშაობა მაშინ მელიქიშვილის ისანი გამძირდა ლეჩკომბინატში პირველ სართულზე და იქ მთავარი ექიმი და მაშინ ქირითა იყო მე მგონი ეს და რემონტი გააკეთა და ესე ექიმი ნევროპათოლოგი იყო ამერიკაში გამოსება მიიღო და ასე შემდეგ და ნუ ჩვენი ისა ჩვენი მეგობრები ექიმები დაგპატიჟეს ჩვენ ისა თავის კაბინეტში ანუ ნაწილი დროის მათი იყო ნაწილი ჩვენი და მაგრამ აქ ვიგზალეს ესეთი ცნებების გამოთქმა როგორც არის ჯადო, წყევლა, თვალი და გარდაცვლილები და ასე შემდეგ წარმოიდგინეთ. და ნუ ცუდ მდგომარეობაში ჩავარდით, ანუ როგორ აუხსნათ ადამიანს ამ დროს ის არის. ესე მალულად ჩუმა და ნუ ცუდად ვიყავით აი ესე ვთქვათ და წარმოიდგინეთ ამ დროს ჩემ ხელში ჩავარდა წიგნი შემდეგ გაქრა, ანუ მომპარეს ეს წიგნი, ვიღაცამ წაიღო და ძალიან ისამე, ნუ საჭირო იყო მაშინ, ანუ ისამე, მაშინდელი, ანუ 25 წლის იყო თანამედროვე მედიცინა და ისამე, ქართულად როგორ ისტისტვაზნანი, აი რაც ხდება მეცნიერებაში ზოგადად ხო, მათი შერწყმა. და იქ ისამე უცბად ჩემთვის მოულოდნელად წავიკითხე იცით რაზე რო ისამე ახალი კლასიფიკაციაში არის კლასიფიკაცია დაავადებების ხო ნოზოლოგიების და ახალი კლასიფიკაცია მაშინ შევიდა ახალი ნოზოლოგია რომელსაც დაარქვეს რუსულად სინდრომ хронической усталости ქრონიკული დაბლობის სინდრომი და ნუ კარგი ჩვენ თუ რა ეს არის კიდევ ერთი რამე მაგრამ იქ იყო მიწერილი რომ ისამე თანამედროვე მედიცინაში უკვე უფრო მეტი საყურადღებას აქცევენ ისეთი მიზეზს ამ სინდრომს როგორც არის ენერგოინფორმაციული დარღვევები პირველად და ისა ჭყალებში ხედავ ну ხალხურ ენაზეო წყევლა ჯადო პირდაპირ პროკლятие с глаз порча вай
როგორ გამეხარდა, გაიგე, оказывается, то есть გაირკვა, რომ ну ვისაც აინტერესებს ხო მიზეზი იმის რაც ხდება, აი დავუშვათ იმ ეს არის ქრონიკულ დაგლობ. შეიძლება მიზეზი იყოს არა ფსიქოემოციური და მდგომარეობა ადამიანის სტრესი განიცადა რაღაც. ან ისამე ფიზიკური და რაღაც შემთხვევა რაღაც მოხდა. აკაცე შეიძლება ენერგოინფორმაციული დარღვევებია და მათ შორის ის რაც ხალხურ ენაზე ქვია ჯადო თვალი ისამე წევლა წარმოიდგინე და აჰა ავიღეს ციგნი და პირველ მაგიდაზე ესე დავდეთ ჩვენ და ისამე ეხლა ნუ ყველა ექიმს ისამე ვაჩვენებდით ეხლა ნუ ჩვენ არა ვართ ისე დამნაშავეები გაიგეთ ეს მიღებულია ეს ისა ახალი ნოზოლოგია ეს კლასიფიკაციაში არის მაგრამ და ის ხელმძღვანელი ნევროპათოლოგი ექიმი და ანუ ესაა ვიწრო განათლებული ნუ მედიცინაში ადამიანი შეიძლება ძალიან კარგი თავისებურებაში და მანუალისტიც იყო ამერიკაში ერთი წელი და მას მოსმენ არ უნდა რომ შეიძლება კიდევ რაღაც არის მიზეზი რაღაც არა მარტო там ხერხემის პრობლემა შეიძლება ხერხემის პრობლემა იმის არის გამოწვეული რომ ადამიანმა არ გადაიხარა ну და ასე შემდეგ ანუ ფიზიკური პოზა არასწორი იყო პოსტურნაირად მიზეზი პოსტურის მიზეზი და შემდეგ მოხდა რა იქ ის ანუ ბასეინის აშენა ну 10 მეტრიანი და უცბად ისამე წნევა დაეცა იქ ანუ ისამე წყალი ისამე ცივი გახდა ჩვენ არ ვიცოდით რომ იქ ისამე ცისტერნა მთელი არის იქ სადღაც დამალული და ცხელი წყალი იქიდან მოდის იქ ბასეინში და ისამე დალი მითხრა აბა ნახე ისამე რა ხდება ჩავატარე გამოკვლევა გამოვიდა რომ ისამე იკარგება წყალი სადღაც ხრელებია და დალი მუთხრა მამაკაცს და თქვა რომ კარგი ისამე დამთავრდება ისამე სამუშაო დღე შემდეგ 6 საათზე მაჩვენეთ რა გაიგეთ და 6 საათზე ანუ ყველა წავიდა ექიმები და ეხლა უკვე შეიძლება ავიღე ეს ბიოლოგიათო ჩარჩო და ისამე ანუ მე ისამე ჩავატარე გამოკვლევა მენტალური გამოვიდა რომ ისამე წნევა იკარგება იმიტომ რომ მიკრო ისამე ბზარებია რაღაცას და ეს რაღაც არის იქ როცა ისამე იქ გზელი ისამე იყო კორიდორი და პირველ ისამე კაბინეტ სადღაც იქ იკარგება და იქ რაღაც არის დიდი და ხრელები კი არა ნუ ისამე და დასრული მიწა უკვე ანუ შეგვიძლია ნახოთ რა არის ეს და ჩარჩო ავიღე და ისეთ სასაცილო ისამე სურათი იყო значит მე პირველი მივდივარ ჩემო უკან დალი და ეს მამაკაც მაღალი იყო ბიჭი სადაც 2 მეტრიანი თითქმის და ის მოდის მოგდის და ამ დროს არ ჯერავს ეს ყველაფერი სათამაშო რაღაც მისვი და მაგრამ მიდის და ნახეთ ეს მოტრიალდა უცბად და ისარ უკან დაგვიბრუნა და იქ კაბინეტია და იქ უკან სადღაც და ის ამბობს ანუ წყალი იქ მიდის ხო იქ ისამე ჭაო გამოდის და განათდა მისი გონება აბა გავაგდილოთ შემდეგ კიდევ ერთი ჭა და ის ისამეზე ეს იქ არის ანუ გარშემო ანუ ისამეში შენობაში არ არის გვერდით ანუ წარმოიდგინეთ მისთვის რომ ისამე იპოვოს ის ადგილი და დასჭირდებოდა ამ მეტლახის ყველაფრის ბეტონის ისამე დანგრევა და $50,000 გადავიხადეო ღმერთო ჩემო და ისე აინთო გაიგეთ მისი თვალები აბა მოდი ხო და ნუ ეხლა ეს ორი ჭავი იპოვეთ ეხლა მესამე ადგილი და მიგიყვანა ჩარჩო
იმ ბოლო კაბინეტთან და კაბინეტი დაკეტილია. ანუ მან ხო უთხრა ყველა წადი სახში. და ქალი წავიდა და გასაგები არ აქვს. ოხ, მისი გერბუდასუდა და ეხლა და რა არის იმ კაბინეტში? ეხლა ნუ მე არ ხედავ და შიგნით რა არის? ნუ ესა ენერგეტიკულად ხო გამოვიდა რაღაც საგანია დიდი და ისამე. ისამე. რკინა რაღაც. ხო და იქ ბაკი დგას. სად დგას? ნუ კაბინეტში კი არა, უკან გავარით არის მიშენებული. ანუ ისამეში ღობე კი არა და ნუ მიწაში ხო? მიწა გამოთხრილია და იქ ცისტერნა მთელი 10 ტონიანი. ანუ გამოდის რომ ანუ გამოვიდა რომ მე ისამე უბრალოდ დავაფიქსირე რა სიღრმეში. გამოდა იმ კაბინეტში 2.5 მეტრის ხო იქ სიღრმეში არის ეს ადგილი. და ნუ ეხლა გასაგები არ აქვს ეს მაგრამ რა არის იქ? ცისტერნა და იმ ცისტერნში გამოვიდა ანუ დიდი ხრელია არა მიკრო ისამები და სველი ისა იატაკი გამოდის. Вот, მაგრამ ძლიერი არ იყო და იმიტომ ნელა ჟონავდა და ნუ გაუხარდა მას წარმოგიდგენთ. კარგი ხვალ მიუდგები და ასე შე. თორემ წარმოგიდგენთ რამდენი ისამი სამუშაო ფული დასჭირდებოდა. ან ისამი ზევით მეორე სართულიდან ერთ-ერთ კაბინეტში ვიღაც ჩააგდო ანუ წყალი რატომღაც ისამე პირველი სართულზე ტუალეტებში ხო წყალი ამოვიდა ეს რა არის და თუდასო გავსინჯე გადაში გამოვიდა რომ მეორე სართულზე იქ ჩადეს რაღაც ხლაპი და მართლა ისამე გამოიყვეს ანუ არ დასჭირდა ეგეთ ყველა ისამე კანალიზაციაში ხრელების ისამე გონა და ვიღაცა ისამე ბავშვის ისამე ჩაგდო ვიღაც ქალმა გაიგიდა вот საფენები вот ამოიღე და ანუ ამ მამაკაცმა დაგვიჯერა გაიგე 100%. მაგრამ მე ვები ამას რატო ეს ენერგეტიკული ფაქტორი არის ძალიან ხანდახან ძლიერი და გადამწყვეტი. ანუ 19 წელს მე გადავიტანე მწვავე ინფარქტი. და წარმოგიდგენთ ოპერაცია გააკეთეს ესამე სამი ისამე სიზარვის სადინარში სტენტები ჩააკენ ნუ კარგად დამწერყელთ ეხლა ადრე დილა მე ესე წევარ იმისა მაგიდაზე და ახალი მორიგი ისამე გუნდი შემოვიდა ექიმების და ქალბატონი შემოვიდა და ეს ორი ბიჭი ვინც ჩაატარა ოპერაციის ისინი და გვერდით განა და ეს კარი ეს შემოდის ეს შემართული და ესამე ჟურნალ კითხულობს ბენაიძე ჩაატარეს ოპერაცია როგორ ხარ ჩემო ბატონო კარგად მადლობ ამ დროს ესე ხო საფენი ჩემზე და მეტერაფერნა კარგად უცბად ესამე დამემართა სპაზმი აი ეს მშრალი ხელა ნახეთ ეს როგორ კარგად და თქვენ ისამე ბრონქო ისამე ბრონქების ან ფილტების დაავადება გაქვთ ისინი ამბობენ ექიმები გუში მთელი დღე აქ ვიყავი და მასთან და ოპერაციის დრო და არაფერი ისამე ესეთ რამე არ შევაჩინე არ ვიცი სანიტარი ისამე დამსვეს ისამეზე და სკანზე და ხრეალით ისამე ანალიზებზე ხო გამკლევაზე პულმონოლოგიის ისამეში ქვემო ჩავედით სადაც ამ ლიფსით ანუ ბევრი ისამე მე კი უკვე ესა გავიგე რა შეასახმე იმიტომ რომ როცა შემოვიდა დაიწყო ეს ხველა ჩემთვის ხო ნაცნობი ისამე მე ხელი ჩავატარე გამოგდა ეს მისი როგორც პაციენტის ხო ერთ-ერთი პაციენტი იმ არა ამ ხალის ექიმის მდგომარეობა ასტრალური ანუ ეს ჩაკრა ანუ ეს ენერგოცენტრი ძალიან ისამე ნაზია თუ გნებავთ ანუ ესამე გზნობიარე ანუ თუ ჩვენთან კავშირში შემოდის ადამიანი და ამ ადამიანზე მისი ენერგეტიკა დასრულია ან ძიმე ენერგიით ანუ ჯადო თვალი რაღაც
გარდაცვლილი ადამიანის სულები მათთან კავშირში დაეშმაკები, ანუ ასტრალურად და თქვენ მასთან კავშირში შედიხართ, ანუ ვერბალურ კავშირში, ხო? ეს ჩაკრა ჩაიკეტება. და ფიზიკურ დონეზე ეს ისამი და ჩაკრა, ანუ ენერგოცენტრი, ხო, ესე ტრიალებს. არის ეს როგორც ჩვენი ორ ესამე ლარიანი რკინის. ეს, ну, ჩაკრა თვითონ თუ გადავშნათ ბორბალი. აი ესე ტრიალებს ერთი წრე ორი პულსის დაწვის დროს. ეს ნორმაა. და ენერგიას და ის ფორმაციას ისაღებულ დაწოდებს შესაბამის ორგანოებს. და თუ შენ საუბრობ ადამიანს, რომელიც მძიმეა ენერგეტიკი მიხედვით, მაშინ ეს მისი სიმძიმე შენი გახდება. ჩაახსოვს ამას. ანუ სხვა დონეზეც ხდება ეს ზემოქმედება, უბრალოდ ეს ღია ესე თქვა, ხო? ღია გან ხო დაკეტილი რაღაც. ან კონტაქტი. ან დავშოთ თვალები, ცრემლიანი გახდება, ანუ არის ესეთი ზამი. ნუ ორგანოები სადაც ჩვენ პირდაპირ კონტაქტზე შევდივართ. ხო, მატერიალურად ხედავ, რომ რა ხდება პრა. და ეხლა წარმოგიდგენთ, ჩაატარეთ გამოკვლევა, გამოდის სუფთა. ეს ქალი ისამი თავის ჟურნალი დგა და იმ ბიჭებმა დაიწყეს სიცილი, იმიტომ რომ ჩემი ისამი ნათესავი მუშაობდა ისამეში. в приёмной там. И сами, ну იცოდნენ ვინ არ მე და დაიწყეს სიცილი. ქალი კი დაბნეულია და გასაგებია. ალერგიული ხარ ჩემო ბატონო, ხო? წერზე ხომ არა გაქვს ალერგია. იმ წამლებზე რომ შეგიყვანდეს. და ეხლა ნუ რა უნდა უთხრა? როც მინდანები დამატვენ, აი ეს ამე შმაკები და ასე შემდეგ. ამ დროს ეს უსუსური ხო ესე მაგიდაზე ვარ გაიგეთ და გაშლი ხელი და ხო მართლა ალერგიული რეაქცია მაქვს ქალბატონო. რაზე ჩემო ბატონო? თქვენზე ქალბატონო. თქვენზე. ეს როგორ და ბიჭებმა დაიწყეს სიცილი და ქალი გავარდა გაიგეთ. მო ჩემზე ისამე იცინე და ნუ როგორ ავუხსნა ნორმალურ ადამიანს რომ ეს არ არის ნორმალური სიტუაცია. ეს არის ისამე ნიჭეჭელობა ენერგეტიკა. ანუ ისა შეხება ხო? სხვა სამყაროსთან, სხვა გარემოსთან ეს რაღაც სხვა არის. ხო, და ძალიან ისამე ხშირად ეს მე ჩემი პრობლემა არა ჩემი. მირეკავე დაშო ჩვენი ისამე ექიმები ჩემი მეგობრები ფსიქოლოგებიც რა ამბობენ ხოლმე ეს რელაციურ კონტაქტზე. ანუ კლიენტთან რო ხარ და შეიძლება იგივე იგრძნო შენს, იგივე ენერგეტიკული პრივიასკა, ანუ მიჯაჭულობა ხდება, ხო? ამ დროს ემოციურ მენტალური კონტაქტი შედგება თქვენ შორის, ხო? დაიბადება ენერგეტიკული ხიდი, დავარქვათ ხიდი, ხო? და ამ ხიდის ისამე აშენების პრინციპი არის დამოკიდებულება, იცით? ანდაში მე ექიმი ვარ, თქვენ ჩემზე ხარ დამოკიდებული, გაიგეთ? ან მე ბიზნესმენი ვარ და ვინღაცაზე ვარ და ან მე ესამე ვისესხე თქვენი ფული და თქვენ მირეკავთ ხო მითხარი სამ დღეში და უკვე და გავიდა და ეს ესამე 100% ნიშნავს რომ უკვე დაიბადა ამ ადამიანის მხრიდან ჩემი მისამართი ჩემი აურის უბრალოდ მისამართი ის რაც ქვია უხილავ ენერგეტიკული კავშირი. ნუ ამას ქვია ძაფი ენერგეტიკული თუ ეს ხდება სადაც 7-10 დღე. მაგრამ თუ ეს ნათესავია, თუ თქვენი ახლობელია, ძმაკაცი და ქალი, გარდაცვლილი ადამიანის სული თქვენი, ხო, ნათესავი, საგვარეულო ამას ქვია. ეს გრძელდება თვეებით, წლებით და წარმოგიდგენთ, თუ ის მეორე მხარზე, ამ ხიდის მეორე მხარზე არის ადამიანი დავუშვით მოხუცი, დასუსტებული, ავამყოფი, ან ფსიქიურად დაავადებული, ალკოჰოლიკი, ნარკოდამხმარებელი, აიგე, ან ისამე ჯადოს მქნელი ადამიანი, მაგი დაკავებული. თქვენ მიიღებთ, მიითვისებთ ამ მექანიზმს ქვია მისი მდგომარეობას. ენერგეტიკულ, ხანდახან ფიზიკურსაც. ფიზიკურ პირდაპირ. ანუ ეს ფიზიკურ მდგომარეობა მიითვისებთ როგორ. თქვენში არის უკვე ორგანიზმის დონეზე არის რაღაც ორგანოები თუ მთელი სისტემები, რომლებიც ისამე
დატანჯულია ესე ვთქვათ. ანუ თავის დროს თუნდაც ბავშვობაში, წარმოიდგინეთ, ჩემი ისამ შემთხვევა, ბავშვობაში ხოკებს თამაშობდით ბავშვები და იმ ჯოხით, ანუ პლუშკა, რაც ქვია, პირდაპირ მარცხენა თვალში დამარცხეს. მე მეგონა რომ დავკარგე საერთოდ ისამ, თვალის დავკარგე. ნუ თვალი არ დავკარგე, მაგრამ დაზიანებული იყო და როცა ეხლა ისამ ვიღაც, ნუ ცოცხალე გარდაცვლილი ადამიანისთან სულები და ეს ეგრე მძიმე ენერგიის მატარებელი ხო შედიან კავშირში ამ ისამე ჩაკრასთან, რასაც ქვია აჯნა ჩაკრა, აუცილებლად მარცხენა თვალი ღიზიანდება, იწყება ცრემლიანობა, ხანდახან ანუ ისამე სამხედრო ნერვით ხო ისაც ისამე რეაგირებს და ტკივილი წარბის ზევით ანუ დამახასიათებელი რაღაცა. ანუ მე უკვე ვიცი, რომ ანუ ფიზიკური ისამე საფუძველი არ არის. მე არ ვკითხულობდი არაფერზე, ხო? ვოთ. ანუ არ იყო თვალები დატვირთული. რა მოხდა უცბად? დაუშვათ ჭამდი პურნა, ეს რა არის? უკვე ვიცი რა არის, ხო? ესე ხდება. იგივე ბავშვობაში წარმოდიეთ ისე. ნუ ჩხუბი მოხდა ჩვენი გუნდის და ან უბნის ბიჭებს, სხვა უბნის ბიჭებთან. და უკან ამ ხრიდან, ნუ ახალგაზრდა ბიჭი ისამე, ჩუმად ისამე, მომიახლოვდა და ისე ციგურები და ციგურებზე ეს დანები. ამ დანებით პირდაპირ ისამე ისერში და ნუ კეფაში. და როცა ისამე ვიღაც ჩემთან შედის კავშირში, ხო? აი ამ ჩაკრის, ანუ აი ვერბალური კონტაქტის ამ დროს და ის მძიმეა ის ჯადო მადო და აუცილებლად აქ იწყება მარჯვენა ყურის უკან ტკივილი, ყრუ. შემდეგ თუ გამწვავდება, გადმოდის უკვე კუნთებზე და ტრაპეციულ კუნთზე და ესე დაიჭიმება ყველაფერი. ამ დროს ფიზიკური არ არის, გაიგეთ? ვოთ. ესე ეხლა გულზე ოპერაცია ჩატარდა, ხო? გულის სიდრომის სისტემა გახდა ძალიან გზნობიარი, ზემოქმედებს. და არა ფიზიკური გზნობები. თუ ჩემთან კავშირში შემოვა ვინღაც, ვიცაც აქვს გულის დაავადება, აი წარმოიდგინე, ხო? იგივეს გზნობ მე. როგორ იბადება ჩხლეტა, აი ჭვალი გულში. და ამ დროს არაფერი არ მოხდა. აკურატულად სამ წამლებს, ხო? ისამე დიეტას ვიცი, ანუ ეს რამდენი წელი გავიდა, ხო? უკვე ვიცი, რომ ფიზიკური არ არის, მაგრამ გამოკვლევას ვატარებ და მართლა ეს დასტურია, რომ ეს არ არის ფიზიკური. ეს ჩემი ერთ-ერთი მეზობლის ისამე მდგომარეობა ფიზიკური, მას ისამე გულის დაავადება. და უფრო ისამე მეტი წარმოიდგინეთ, რომ ზეციერი ძალა ისამე ჩაერთვება გამაში. ანუ რატო ისამე, რატო ხდება, ანუ ფიზიკური კონტაქტი არ მაქვს იმ ადამიანთან, ხო? მაგრამ ისამე, როდესაც კარგი ურთიერთობა გქონდა, მჭიდროება, ეხმარებათ ერთმანეთს და აი ეს ხიდი აშენდა. და ზეციერი ძალა მისი მხრიდან, წმინდანები, ფარელანგი და ისამე იყენებენ ჩემი აურას, ჩემი ენერგეტიკას, რომ დავეხმარო მას. გაიგეთ? და ანუ ამ გულის უკვე ისამე ნუ დანგრეული ან ისე სიზარრების ისამე დატანჯურის სიზარრების ხარჯი ხდება, გაიგეთ? და ანუ პანიკაში უკვე არ ვარდები, გაიგეთ? ანუ მიჩეული ვარ. უკვე ვიცი, აქ დაიბადა ეს ამას ნიშნავს, აქ იმას ნიშნავს, გაიგეთ? აუ, ბოდიშით, ეხა ის გამახსენდა, ნივთებიც რო ზოგჯერ ფუჭდება, ან ნივთებიც რო გამოწყობიდან თითქოს როგორც ეს ეგრეთობილი მიწისება, ხო, ახასიათებს ისამე. ნივთებსაც, აი ხანდახან ისამე. ინფორმაციაზე ყვება, ხო, თითქოს ეს ნივთები. თავის დროს, ანუ თუ ბოდიშა ჩემზე ეს მძიმე ენერგია ჯადომადო, ჯვარზეც იქნება, რომელიც ჩემი ბუნკერზე, გაიგეთ? ხო. ან რაღაც ისამე ლამაზ ისამეზე გაიგეთ? ისან ხელსაბამზე ან რაღაც ის ნივთებზეც გადადის ეს ენერგია. უფრო მეტად გეტყვი და შეიძლება სკანდალური ისამეა, ხო? მაგრამ
ისე ხაძე გადადის. ხაძე გადადის, აი თავის დროს ერთხელ ისე დაკპატიჯი მე და დალი, ნუ ერთ-ერთი ისე ოჯახში და ისე თითქმის მუზეუმი იყო, ბევრი ხატი იყო. ნუ ამ ქალბატონის მეუღლე ყიდულობდა ამას, დადიოდა სოფლებში და ისე ნუ ძველი ხატები. და ერთი ძალიან ნუ მათთვის ღირებული იყო 200 წლისო. და ცოტა ისე ნუ ისე ის ადგილები შეხებული ხო ესე დაბნელ და ესეთი დაბინდული იყო. ხო და ესა თვითონ ხეთ ხო და ნუ ისე დიდი სიამაყით ვაჩვენა ეს და მეუბნება აბა ნახეთ გავარეთ ესა როგორი ძლიერი ენერგიას ასხივებს მინდა ენერგიას ნუ ისე მე ისე გავსინჯე და დამწვაზე ისე ხელი და ისე მაშინ ავიღე ეს ჩარჩო და ვაჩვენე ქალბატონს ანუ მიახლოვდი და ამ ხატის გამოსხევის შექმნილი ენერგია დაატრიალა ეს უკუღმა ძლიერად უკუღმა ვა ეს რა არის და ისე ნუ გავსინჯე დავაზო ეს რა არის წევლა თვალი ჯადო ვა გაშუაში ანუ ეს არის ამ მასალში ხო ჩასაფრებული ენერგია ან ვინც დახატა ეს ბერმა ეს მისი მდგომარეობა ან ვინც იყიდა ეს ხო ან ვინც ისამე გაყიდა ხო გადაყიდა ხო იყიდა შემდეგ უფრო ძვირად გაყიდა და გავშინე გამოვიდა ქალბატონის მდგომარეობა ხო ქალბატონის მდგომარეობა გადავიდა ნივთებზე ვაი მე დედაო ეხლა რა გავიგეთ ნუ აი ეხლა არის საჭირო და ღვიძლის ხო დაპატიჯება ანუ გასუფთავება ლოცვით სანთლით რა ხო ეს ხდება არა ეს ნიშნულობა რა ისამე რა ნიფზე არის ეს ხატი იქნება ჯვარი ნუ გონია რომ ჯვარი თვითონ არის მაგიტომ იმტრევა ხო აი ჯვარი ესე ვთქვა თვითონ არიცავს ადამიანს ჯვარი სიმბოლო იმ ანუ ეგრეგორის რასაც ქვია იმ ძალის რომელიც თქვენ უკანა ესე პირობით დგას ანუ იმ ზეცირის ძალა დგას ჯვრის უკან და იმიტომ მეშინია მისი ისამე там გარდა ნუ ეშმაკებს და რა თვითონ საგნის გაიგეთ საკრაული მითო ანუ და იქ მეც ისამე არ მსიანობებ და ისეთი ხატი გაიგეთ ну თავისებურ ლამაზი იყო ხო ძველი ასე გადარჩენილი და ეს უბედურება იყო ეს ხატი ასხივებდა მძიმე ენერგიას დაავადების ენერგიას წარმოიდგინეთ კიდევ ერთ ოჯახში ვიყავით იქ მთელი ერთი ის ну საკუთარი სახლი და პირველი სართული სულ ანუ 65 ისამე ხატი სხვადასხვა ზომის და ისამე მისი ისამე ფლობელი ექიმი იყო მურტმუნი ადამიანი და ისამე მაჩვენებდა ამ დროს დაანთო ისამე ну ლამპადები გაიგეთ იქ დადგა კუთხეში 4 კუთხეში და ლოცულობდა და წარმოიდგინე ამ დროს მე ვგზნობ ანუ ადამიანი ლოცულობს ну ესეთი მდგომარეობაშია მედიტატიური და მე კი ვგზნობ ჯანდაბას გაიგეთ ენერგეტიკულ ჯანდაბას როგორ უთხრა ეხლა ის ხამაღლებოს მდგომარეობაში და მის მეუღლეს ისაც ექიმია ვამბობ რომ აი ხატიდან ძიმე ენერგია როგორ გადადა მოდი ვნახოთ ну ჩავატარე გამოგვია გამოვიდა უღმართობა ესეთი რა არის საიდან აი იმ ადამიანს რომელიც ადამიანს შევიძინეო და აღწერა ეს ადამიანი ну მამაკაცი და გაყიდა ეს ანუ ყველა ნივთი თუ ну დიდი ხნის მანძილზე ხო ჩვენზე აუცილებლად ფეხსაცმლებზე ხო ყველაფერზე იქნება კვალი ხო და ისამე მაგიტომ არის ძველი ნივთების ყიდვა რო არ არის ხოლმე კარგი ну ისამე ვთქვათ ესე თუ კარგი სამდგომარეობაშია ხო და ადამიანს უნდა აი ბრენდებიც არის ხო ხანდახან უბრალოდ უნდა გასუფთავდეს вот
არა მარტო ქიმიური ისანი ხო ეს ესანა რეცხავი დასეშენა ენერგეტიკულად მნიშვნელოვანია ხო ნუ ამაზე უნდა ისანებ თქვა და ძალიან ხშირი აი მირეკავენ დავშოთ და ჩემი მეგობრები ექიმები პატარა ბავშვი დავშოთ 2-3 წლის არ ძინავსმა ტირის აი ორი მეორე დღე უკვე ტირის რა შეასაქმე ანუ წავიყვეთ ექიმთან პედიატრს ყველაფერი კარგად არის არ ვიცი რა შეასაქმე ჩავატარე სამე გამოვიდა მამის ხაზიდან ნათესავები მამის ისა ანუ მის დეიდები და 2-3 ადამიანი მათი მხრიდან ჯადო წევლა და ეშმაკები 12 ანუ არსება ანუ მძიმე ენერგეტიკის მატარებელი გახდა მამა ბავშვის და იმიტომ ბავშვი ხდება ანუ ბავშვი ითვისებს ამას ძალიან ხშირად აი მირეკავი ჩვენი გოგოები ანუ მეგობრები და აი ბავშვი ისა სინჯა ფიზიკური არ არის ანუ ფიზიკურად გამოიხატება ნუ ექიმი ხო სინჯავს და ისამე რჩევებს აძლევს მაგრამ მისόν ყველაფერი კარგად არის რატო ხდება არის ეს ნუ კიდევ რაღაც სამალს გამოვსებს მაგრამ სამალში არ არის საქმე და ჩვენი ისამ კოლეგები კარგად იციან უკვე ესა და მოქმედებენ აი ერთ-ერთი შემთხვევა და ჩემი მეგობარი ქალბატონი ექიმია გამოცდილი ამერიკაში ერთხელ ეს რამდენიმე ხნის წინ აი იმიტომ რომ კლასიკური შემთხვევა ეს ლამაზი და ლამაზი მართლა მეხუთე დღე თავით კიმელებება ისეთი მძიმე რომ პაციენტებთან მუშაობა მიჭირს ანუ მე როგორც ექიმი ხო ყველა საჭირო წამალი ესანა გამოვიყენა ამ დროს ის არის სპეციალისტი ჩინურ მედიცინაში ის ნებსების დაბში ყველაფერი გავაკეთე არაფერი არ იცვლება რა შეასაქმე და ესა ჩავატარე გამოვიდა წარმოვიდგინე საგვარეულო მისი დედის ხაზიდან 8 ეხლა მახსოვს 8 გარდაცვლილი ადამიანის სულ ნათელში მყოფი არველი ანგელოზი რამდენიმე წმინდანი რამდენიმე თხოვლოს ამ ქალბატონს არ დავასახელებ დაეხმარეთ დედას ფსიქოემოციურ ნაკლებად უფრო მეტად ფიზიკურ დონეზე და მე ვეუბნები თამარი დედა შენი სად არის დედა ჩემი გერდისან გაიგზავნა ისამე გაიგზავნა სოფელშიო როგორ სოფელში ანუ ნოემბერი იყო მე მგონი იყო თოვლი ანუ რაჭაში გაიგე თებში და ისამე მარტოკაო როგორ მარტოკა ანუ ხალი გადაიტანა ოპერაცია მის წინ და რამდენი თვის წინ აი წარმოიდგინე მარტოკა და იმ სახში და რა ვიცით არის იქ შუქი თუ არ არის და კიდევ რაღაც გაიგე და რა მოქმედებს მასზე შეიძლება ნერვიულობს შეიძლება ის აიწიოთ ნევან დაიწიან ანუ რაღაც შეიძლება შეიშინა რაღაც მარტოკა ხნიანი ქალბატონი და დაიწყო მე მგონი ის თავის თავთან საუბარი რა ხდება ჩემი გოგო ექიმია ამ დროს სად არის ის გაიგე და ვოთ და შეიძლება ატირდას ანუ წარმოიდგინე ნახეთ რა ხდება გარდაცვლილი მისი ნათესავი დედის ხაზი ნათელში მყოფი სიგნალი გაუშვეთ წმინდანებისადმი წმინდანები მთავარ ანგელოზებს და უმაღლეს ანგელოზებს და ეს ყველაფერი თამრიკოს შუბში და ისა ნუ ზევით ხო სახასრარა ჩაკრა ანუ ზეციერი ძალა ირჩევს ესამე ამას ქვია ბოგადუხოვნაი ჩაკრა ხო როცა ლოცვა მიდის ის აქტიურ სახასრარა ჩაკრა აჯნა ჩაკრა გამოიყენეს და თავი აფეთქდა რა თქმა უნდა წარვე როგორი ძალა და უბრალოდ თხოვენ თამარ დაიხმარე დედას ანუ ცუდი არაფერი და თამრიკომ დაიწყო სიცილი ხო ამ დროს გონია რომ რაღაცა ცუდი ხდება ხო ანუ წარმოიდგინე ერთი კვირის მანძილზე უკვე 3ჯერ მომიდა აზე მოდი დაურეკავ დედა როგორ არის და რატომაც არ დაურეკე ხო და ისევ გაიცინა და წარმოიდგინე რატო იცინე მე გაქრა გორტკივი ანუ
აი ესე ვთქვა, ნუ ადამიანური ენა, ხო? მათ გაიგეს, რომ თამრიკომ გაიგო. და თამრიკო ყველაფერს გააკეთებს. ეხლა დაურიგებ დედას, ვოთ, იწარმოიდგე, ხო? გაქრა ეს ყველაფერი. აი ესე ვთქვა, უვლიან ჩვენ. ვივლიან ბოდიში. ხო? დარმედა ლამაზია ეს. ლამაზია. თავარანგელოზები, უმაღლესი არსებები. ამერიკო გაიცნეს, რომ ცრემლიანი გაქვს. ანუ ეს ლამაზია და ეს რეალური კონტაქტია ზეცასთან. ეს არ არის ფუჭა ისანი, ხო, გამოშვებული. ან რელიგიური ფანტაზიები, ხო? ყველაფერი ეს, ხო. ამას ყველაფერს ადგილი აქვს. კარგიც არის, ცუდიც არის. აი როგორც მაშინ ეს ქალბატონი შემოვიდა. შენ ეს ალერგიული ხო არა ხარ? რა თქმა უნდა ვარ, მაგრამ თქვენ გამოგაიგე. თქვენზე მაქვს ალერგია. თავის დროს ისამე რკინის ისამე რკინის სამწყობს იქ ვიყავი და ცენტრი იყო ისამე ინფექციური როგორც მახსოვს და ანუ ყველა ისე ეს ჩემი დამახასიათებელი ეს სპაზმური და მივიდა იქ ჩვენი ისა მეგობრები ქალბატონი ექიმები და მითხრეთ წადი პულმონოლოგთან გასინჯე ფილტები და ასე ხო სინჯავი გავარ გაიგე და ნუ რაღაც გზნობ დამძიმდა ხელი და ასე შემდეგ გავსინჯე და გამოდის ამ ისამე ექიმის პულმონოლოგი მარჯვენა როგორც მახსოვს ბრონქები და ფილტების მდგომარეობა ანუ ქრონიკული დაავადება იო-მაიო და ჩემში დაიწყო ეს ისე ხო ეხლა ნუ გადაიღოს ყველაფერი და მე ისე დაბრუნდი და ისე ნუ რა ხდება უკვე იციან ნუ ეს ყველაფერი და ისე მე თავისუფლად დავიწყე ლაპარაკი მოიხსნას ხო გავარით რა გავარით ვისი ბრალე მეუბნე იმ ექიმის მდგომარეობა დაიწყე სიცილი ეხლა შემოდის ექიმი იმ სურათები და ამას ყველაფერი კარგად არის რა ვიცი რა სჭირს შენ და ამ სამი ექიმმა დაიწყე სიცილი ნუ მე კი არ მეცინება ეს არის სუსტი წერტილი ჩემთვის და თუ არ მოუვარე მას ხო მაშინ უკვე ფიზიკურ დონეზე ანუ ისანე ეს შიტავიდნე პარაშიტავიდნე ჟელეზე ხო ანუ თუ ჯერ ფუნქციური დარღვევა ხდება ყოველთვის შემდეგ ორგანული დაავადება ჩიიყვი და ასე შენ ხო ეს მოსალოდნელი იმიტომ მე უნდა დროზე რეაგირება ის მოვახდინო ამაზე ადრე მეუბნებოდი თქვენ ტელეფონის ზარევით რეკავენო ზოგჯერ რა ხო ესეთი რამე ხო ნათელი ენერგიები მაგალითად ადრე ან ისამე ხანდახან დამირეკეთ მახსოვს კარგად რაღაც ის გამოგივიდა წყობიდან ის გასათბობი თუ წყლის ისამე ხანდახან და გავაკეთეო ვერე დიაგნოსტიკაო და ჩემთან გქონდათ ნათელ ენერგიებს რაღაცა და დასაბარებელი ისინი ხანდახან ისამე იყენებენ უბრალოდ ჩვენი აურას ველს უფრო ნუ ფართოდ ხო იმის რომ რაღაც ანუ დაგაწმებენ ჩვენზე ან სივრცეზე საგნებზე ნივთებზე რომ ჩვენ ვთქვათ ვა ეს რა ხდება და მივახცევთ ყურადღება და გამოვა შემდეგ რომ ქვაბი ეს გასათბობი ხო გამოერთო სამჯერ აი მახსოვს სექტემბერი მე-6 მე-9 გამოვიძახე ეს ხალხი ხო ოსტატები ესამე ჩაატარეს გამოკვლევა გამოიღეს ყველაფერი წყობში რა გინდა მე კი ვამბობ ეხლა უკვე ნოემბერია ეცინ ისამე ზამთარი მოდის ვიყიდე ახალ გაიგე გამოვცვი არა რა ჭირდება რატო წარმოიდგინე ეს ეხლაც აი იქ არის ისამე საწყობში ვიყიდე ახალი გაიგე იმიტომ რომ მე ვიცი რომ გაგზელდება იგივე ხდება რომ მოხდა როცა ისამე საგადასახადოში მივედი ჩემი ციკლზე ლიცენზია უნდა მოვიპოვო და ერთი კომპიუტერი ანუ ისამე ეს ჩემი მონაცემი ანუ ჩემი ისამე პირადობის მონაცემი ერთ კომპიუტერში შეიყვანეს გამოერთო მეორეში გამოერთო ეხლა მე კუთხეში ვზივარ ნუ რიგია და სინჯავ რა შეასახა და გამოვიდა რომ ზეციერი ძალა იმ ქალბატონის უფროსის ინსპექტორის ხო ისამე ბებია გარდაცვლილი ცხოვრობს დაეხმარე დაიცავი ძმა
ხო, ეხლა როგორ უთხრა და იგი, მაგრამ ისინი, გამოერთვა ეს უკვე 42 ადამიანს ვემსახურებ და ეს რა ხდება, რა ჯანდაბ და მე ვუთხარი, ნახეთ ისა რას წერია, ციგნის ისაა, გვერდზე ხო, კარმული დიაგნოსტიკა და ისა. ეს სფერო, რომელშიც მე მუშაობ. და მე უკვე ისა გამოვედი საწყობილა, რომ გადაცილი თქვენი ბებია თხოვს, დაეხმარი ძმა. მერტო ესე. იცით რა, მოხდა ის რაც, გუშინ წინო ჩემი ძმა მოხდა ავტოს საგზაურში. და კიდევ კარგი რომ მარტო მანქანა იყო დაკატრებული და რაღაც და გადარჩაო. მერტო ჩემო, რა უნდა გავაკეთო? ბებია, რა უნდა ბებიას ისάμε, რა რჩევას მაძლევსო? ესეთი რამე. ესამე საიუსტიციო ისამე სამინისტროში სახლში ხო იგივე მოხდა სამი კომპიუტერი გამოერთო და ეს არ არის როგორც ხანდახან ტელევიზია და ნაჩვენე ვიდეოში ძალიან ძლიერი სამი ენერგეტიკა აქვს ამ ადამიანს და მოქმედ ეს ნიშნავს რომ ამ ადამიანის ველს ესამე იყენებს ძალა იმის რომ მივახციოთ ყურადღება ეს თავისებური ისამე კარგია როცა დავშვეთ სიზმარში ხო დამეცრე ვიღაც პაპა თეთრ წვერიანი და რაღაც რჩევას მამცე მაგრამ უფრო ხშირად ესეთი რამე ხდება ისინი ჩვენთან კავშირში არიან და მუდმივ კავშირშია ხანდახან თხოვენ ისა დაგვეხმარე დაგვიცავით ჩვენ გარდაცვლილები ხანდახან გვეხმარებიან უფრო იშვიათად თუ გარდაცვლილი ადამიანის სული არ მოხდა ნათელში და იქ რამდენიმე ველზეჭდება ხო ოჯახის საანთესაო მათი мотивация ჩვენი მისამაა ჩვენი აურას მიერთებიან კი мотивация ვამპირიზმი აუცილებლად ჩვენი ენერგიას ისამი სწურავენ შემდეგ დაგვეხმარე დაგვიცავით და იცით თუ გავშლით აი მთელი мотивация როგორია ხო ვამპირიზმი დახმარება დაცვა მითითება მუქარა და დაჟია თუ ადამიანი ისამი წარმოდგენა არ აქვს ამაზე ხო როგორ დაიხმარება და ის თუ არის საერთოდ რომ ისინი ისანი შეთუხებული არიან გარდაცვლილები თუ ამას დაიწყებ ფიქრზე ისანი თავის შეიშინდება ნაცნობი ხალხი და როგორ უთხრას ეს ხო კიდევ კარგი რომ სიზმარში აი დამისით რომ გარდაცვლილი ბები ან ვიღაც კიდევ კარგი გამართლება თუ არა მაშინ რა უნდა ხო ვინ შეიშალა თქვენ მის გადავიდა და ხშირად ხდება ყველას აი მეც მეხება დედის ხაზიდან საგვარეულო მამის ხაზიდან რამდენიმე გარდაცვლილი ადამიანის სული ესამე ხოლოს დახმარებას დაცვას თუ არ რეაგირებს შემდეგ ეს мотивация გძელდება და მუქარა და დაჟდა შენი და წარმოიდგინე გარდაცვლილი ადამიანის სული არაერთი დავშვა 6 8 და სურათს ესამე ამ ენერგოცენტრის ენერგიას შენ რომელიც საჭიროა და ორგანოებისთვის ხო და კიდევ გემუქრება და ისამე ფიზიკურ დონეზე დაგждის ენერგეტიკულ დონეზე წაგართმევს ენერგიას ფსიქოემოციურ დონეზე დაიბადება შიში რაღაც გაურკვევლების ისამე განცდა ეს რეალურად არის ეს ყველაფერი ხდება და ადამიანებს გონია რომ თუ რაღაცა ფიზიკურ დონეზე გაჩნდა ეს აუცილებლად ფიზიკურია რა თქმა უნდა ის კარგახნით დაიწყო მანამდე ჯერ ენერგეტიკულად ხო ეს უფრო მეტ აი როცა უცბად ხდება ხო გაიღვიძე ამ დროს თვალები ცრემლიანი სიმძიმე თვალებში რა მოხდა შენ რა კითხულობდი ისამე ღამე რაღაცა სიბნელეში რა მოხდა არაფერი რა ხდებოდა თუ გასიჟებ შენ თავს გამო აჯნა ჩაკრას მივერთა ვიღაც შეიძლება ოჯახის წევრი ხო დახმარებას დაცვას პირდაპირ არ გეუბნება ქვეცნობიერ დონეზე ხდება ბევრი რამე ეს ამიტომ ადამიანი არ ცნობს აი სასაცილო ესეთი ისანი მოვლენა ჩემი ძმას ისამე რუსეთში მუშაობდა და უკეთებდნენ ისამე სასიკვდილო ჯადოებს ქალები, თავისუფალი იყო, სპორტსმენი იყო, არ სმამდა და ასე
და მაღალი სიმპათიური ადამიანი და უკეთებდნენ და მე კი ამას ბანადგურებდი. უკეთებდნენ და წარმოიდგინე ის არ გზნობს ამას ეხლაც. მე კი ვგზნობ ამას. ანუ ის არის მარტო გამტარი. ესე ვთქვათ, ჩემზე ეს ჯაჭვი ხო თავდება და ზუსტად მე ვგზნობ ამას ყველაფერს. რატო? აი ეს რატო? აი საინტერესოა ხო? არა, ისაც ისამე დაიტანჯა. ანუ იმასთან ცხოვრებაში ჩანს. ოპერაცია გაუკეთეს. მეორე ისამე წელის მიდამოში, იმიტომ რომ მიჯაჭვულობა ძალიან ხშირად манипура ჩაკრაში იბადება, იმიტომ რომ ეს არის ნუ სასიცოცხლო ესე ვთქვათ ხო, ესამე წყარო, ენერგიის წყარო და თუ ვამპირიზმია იმ ხრიდან აუცილებლად манипура ჩაკრას შევა და კუჭარის სისტემაზე ადამიანს გონია შებირულობა, სიმძიმე და რეკლამა ხო? დალივე ის, ფესტალი დალივე ის, დალივე. ხო, ჩემთან დაკავშირებით ეს ხშირად ხდება. არის საჭირო გამოვიყვანო ამ манипура ჩაკრიდან, ამ ცენტრიდან ისამე, ეგრეთ წოდებული მიჯაჭვულობა, ენერგეტიკული ძაფი წარმოიდგინეთ ეთერული შრიდან, ემოციური, მენტალური, ისამე, კაუზალური, ბუთხი ალათმანური, ანუ ყველა ისამე აურის შრიდან, იმიტომ რომ ეს ჩაკრა მეორდება ესა, როგორც კოპიო ყველა იმ შრეზე, გამოვიყვან გაქრება. ანუ ფუნქციური დარღვევა შეიძლება მოხდეს და მაგრამ ფიზიკურ დაავადებისადმი არ მიდის საქმე. და ნუ ესამე მენანები ხან ხალხი რეკლამას ვუყურებ და დაშვით საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი წამალი ძალიან მაგარია ამ დროს ხო მე კი ვიცი ეს რომ ესამე შეიძლება იქ ფიზიკური არაფერი არ არის ან თუ ნუ უფრო მეტად უნდა ვთქვა რომ შეიძლება ფიზიკურიც არის უკვე იმიტომ რომ ხო დიდი ხანი იყო ეს მეორე ჯერ ფუნქციური დაგრო როგორი ისამე მექანიზმი აქვს ამას აი წარმოიდგინე ვიღაც ჩემთან აი გარდაცვლილები ჩემ ნათესავები ხო ხო არისო ყველა ანგელოზი ხო სვამდნენ ჩხუბობდნენ და რა ვიცი კიდევ რახაც ხო ისამე რამდენიმე თუ მეეჯაჭვება ისამე ჩემი აურას და ისამე манипура ჩაკრაში ჯდება ისინი და სხვებში ხო მაგრამ ეს მთავარია ანუ წყარო ენერგიის და ვამპირიზმი ესა მათი мотиваცია ვამპირის დახმარება დაცვა მათი ხო და მე თუ არაფერს არ ვაკეთებ დროის მანძილზე ნუ ხანდახან რამდენიმე კვირა სჭირდება ფუნქციური დარღვევები შემდეგ ორგანული დაავადება ხო რისი ბრალი ენერგეტიკული ენერგოინფორმაციული ზემოქმედება და მახსენდება ის ციგნი რომელმაც მაშინ დაგვეხმარა ძალიან ანუ უკვე არ ცხვენო და ესამე ნუ იქ იმ დაწესებულებაში სადაც მარტო ექიმები იყვნენ და თქვა ეს ჯადვა კლასიკური ნახე შენი აურას ანუ აურის გამროდება მოხდა იმიტომ რომ და ეს ფიზიკურად მოქმედებს შენზე მახსოვს ერთი ახალგაზრდა ქალბატონს არ ვიცოდი რომ უკვე ორი ისამე ბავშვი დაიღუპა ისამე აბორტით არ გამოსდიოდა ისამე ნუ ჯანმრთელი დაბადება და ნუ არ იცოდა რა შესაქმე და სინჯა მისი აურა და წარმოიდგინე ნუ აი ესეთი ისამე სფეროა ხო როგორც კვერცხი და აქ წარმოიდგინე აი საკვერცხების ადგილზე ესე შევიწროება ვითომ ესე მოსჭრეს და შემდეგ ისე მუხლებიდან იწყება ანუ ეს ისამე ნუ დავარქვათ ბურცი თუ ისამე ანუ აქ მოჭრილია ესე წარმოიდგინე ხო და გოგო დგას ნუ ახალგაზრდა იყო და ქალბატონი და დაიბნია და რა უნდა უთხრა ნუ გავიგე რომ ისა ორჯერ უკვე ისამე მოხდა ის და ერთი ისა დაიბადა მკვდარი ბავშვი მეორე აბორტი ანუ დროზე ხო არ ხდებოდა ესა
და ნუ ეხლა ესამე შვილები ყავს მაგრამ ესამე მან ნუ მიმართა უკვე ესამე ექიმებს ანუ სამედიცინო მედიცინის დახმარების იმიტომ ორი თვე იწვა იქ ხო ესამე для сохранения ხო и так далее то есть უკვე იცის ეს სისუსტე მაგრამ როცა ვუთხარით მას ანუ ნუ გამოვიდა რომ ეს საგვარეოა და მისი ისამე ანუ ისამე მამის მხრიდან და ბებიაზეა то есть გარდაცვლილი ბების ისამე და ვუთხარი უბრალოდ ისამე მიმართე მოძღვარს არა მამას ჯერ ხო ანუ დაეხმაროთ გარდა ნუ მისი ისამე დას დედას გარდაცვლილს არის საჭირო საგვარეო მონანიო ჩატერ ანუ ეკლესიური წესი დახმარება არის საჭირო რომ გარდაცვლილი აი ესე ვთქვათ მოშორდა ანუ სულმა გადავიდეს ნათელში და არ შეაწუხეს ოჯახი და წარმოიდგინე ისამე შემდეგ და ორი დღე გავიდა და გავიგე რომ მე დამწყებელეს ეს ქალბატონი ქალის დედამთილი დაწყებელეს შემაგინეს და ანუ რატო იმ მამაკაცმა არ მოგისმენა არც მე უთხარი კარგი მე ვაჩვენებამ ყველაფერს ხო მე მზად ვარ ხო ვიმჟელოთ ვიჩხუბოთ თუ არის საჭირო ანუ ჭეშმარიტის არა რატო დედაჩემი თითქმის წმინდანი იყო და ჩვენ გავარით ეკლესიური ცხოვრება ანუ ესეთ რამე დაუშვებელია უბრალოდ ეს ადგილი არ უნდა კონდეს ამას რაღაც საგვარეულო და სასიყვარულო ჯადოებით რას ამბობ შენი ის და შენი ეს вот აი რეაგირება ამაზე ну это ჩვეულებრივი ანუ ნორმალურ ადამიანს რომელიც არ ერკვევა მაშინ ხო вот ანუ ესეთი ისამე ძალიან ბევრი ისამე შემთხვევებია და ну ჩემ საქმეში ყოველდღიურად ხდება ეს და მგესამე მომბერდა ის ყველაფერი გაიგე ხო მაგრამ აბა გავაკეთო ხო და ხა თქვათ ვერ ვაკეთებ დიაგნოსტიკას არ ვიცით რა ხო აი როცა ადამიანები აუცილებლად აი ეს დავუშვათ აი ეკლესიური წესით ხო მიღებულია ეს როგორც პრინციპი ხო დღიური ლოცვები საღამოს ანუ ისამე დაწვის წინ ლოგინის წინ და აუცილებელი ანუ თქვენ ანუ ამით თქვენ ლოცვით გაანადგურებთ ამ ენერგეტიკას ძიმეს მაგრამ უნდა გითხრათ რომ თუ თქვენ მიითვისეთ იმიტომ რომ ვიღაც მიეჯაჭვა თუნდაც ნათესავი თქვენი ან გარდაცვლილად ან ვიღაც თუ თქვენ ისამე არ გაწყვეთ კავშირს ანუ წარმოვიდგინე ეს უბრალოდ ხიდი ენერგეტიკული ხო იმ ხიდს ხო მეორე მხარე აქვს აი დავუშვათ მე ლოცვით გავანადგურე ჯადო გავასუფთავებ მაგრამ ის თუ ნუ ცოცხალი ადამიანი ჩემზე ხო აგზელებს ფიქრს რაღაც იმედები ისამე ხო იმედზე სამყარო ჩემზე ფულს ელოდება ან რაღაც სხვას სიყვარულს რა ვიცი ხო ისევ აშენდება ეს 5 წუთში და 10 წუთში რა ვიცი ხო ხიდი ისევ აშენდება ანუ უნდა ან დაეხმაროთ ანუ უნდა გადაწყვიტოთ მისი პრობლემა თუ შეიძლება დახმარება დაეხმარეთ ან მატერიალურად ხანდახან აქ ხშირად ეხლა ესე ნუ შეგვაწუხა ბოლო ისამე თვეებში კი არა წლების მანძილზე აი დავუშვათ ჩვენი პაციენტებზე თუ ეს პაციენტები აი თბილისში ცხოვრობენ ხო მათი ნათესავების ვინც არ ცხოვრობს თბილისში აი მიჯაჭულობ მათი მხრიდან მათ გონია რომ ეს თბილისელები კარგად არიან კარგად არიან და როცა სინჯა რატო ხო შური და სთხოვობენ დახმარებას დაცვას სოციალურ მატერიალურ დონეზე ეს ხალხი თვითონ ისამე შეიძლება ცუდ მდგომარეობაშია უფრო ცუდად არის საქმე როცა თქვენი ისა ნათესავი საზღვარგარეთ არიან აუცილებლად აი ხო 3 დღის წინ ქალბატონმა დამირეკა ამერიკიდან ну ეს და ეს ხდება თუ გავსინჯა გასაგებ
ხუთი ნათესავი არ მახსოვს მამის თუ დედის ხაზიდან მიუჯდა მისი აურას. ხო ენერგეტიკულად და мотивация, ვამპირიზმი, დახმარება დაცვა, სოციალურ მატერიალურ დონეზე. და შემდეგ მუქარა და დაждე შენი. ანუ ამ ეს ხალე არ იოცნებობდა იმაზე რომ ეს ხალხი მარტო ამაზე ფიქრობს. არ იცოდა ეს ამერიკაშია და რამდენი წელი. არ იცოდა რომ მას მიუჯდა. ეს ხდება უფრო მეტად ადამიანზე რომელიც თვითონ წარმატებული გახდა ხო? პოპულარულია. აი მე დავშეთ არ მშურს არც ეს პოპულარულ მომღერალს. გაიგე მისი ნიც შეიძლება ხო მაგრამ ან ისანი პოლიტიკოსები ის და ეს ნამდვილი ჯადდება ეს საოცრება რაღაც ხო აი ისანი წარმოიდგინე როცა სინჯავა და ვინ მივერთე ჩემი აურას ისანი თამუნასაც მაჩვენე წარმოიდგინე რუსეთიდან ახალგაზრდა გოგო მომღერალი ნუ ეხლა სუპერ ვასკლავია და როცა პატარა იყო მან ჩაწერა TikTok-ში ну პატარა ეს სიუჟეტი ჩვენი ისა ბინაში რაღაც ხდებაო პატარა გოგო მაშინ 16 წლის იყო ან 15 არ მახსოვს მაისურში დგას ეს იცით რა ხდება ჩვენ ეს და ეს ან ყველაფერი ისანი წყლება ხელიდან ჭურჭელი და ასე შემდეგ რაღაც ხდება ესამე საშინელება ისანი დამეხმარეთ აი ესე და მე დავჯექი და გავსინჯეთ განმოვიდა რომ წარმოიდგინეთ ისანი მარტო იქ ხდება იმიტომ რომ და მოხდეს ანუ მისი ბიოლოგიური მამის ხრიდან ზეცერი ძალა წმინდანები ფარანგეთ თავარანგეთ და დედის ხაზიდან და ეს ბავშვი აყვანილი იყო აი მე ვარ დედის ხაზიდან წმინდანები თავარანგელოზები მისი დედას ირინას ქვია ხო? ნამდვილი დედა თუ არა მეორე დედას რომელიც ნამდვილი გახდა ხო? სთხოვენ მიხედე ამის ამ გოგოს ენერგეტიკულ მდგომარეობას. ანუ დაეხმარე მას. და რა ეს ენერგეტიკული კავშირი არის აყვანილობასთან ხო? ჩაოლებრივად როგორც ანუ უკვე კარმული ხო? და საგვარეულოც იცავს? ხო, ის საგვარეულო ხო? და ისამე გამოვიდა რომ იმათ საგვარეულოში შემოდის უკვე ნაშვილები თუ აშვილი. ხო. თქვათ. ხო, თუ ის ხო გაშვილებულია ხო? გაშვილებული და ეს საგვარეულოში შედის. ისინი მიიღეს ხო, როგორ და ხო, ხდება ეს. ხო, გაგაწყვეტინეთ. ხო, არაფერი და ნუ ის ძალიან საინტერესო ისა მოვლენა ეს თვითონ ხო? და ისამე სინჯა და გამოვიდა რომ ნუ 1 წელი და 7 თვის წინ, 1 წელი და 7 თვის წინ, ანუ უფრო სწორად 1 წელი და 7 თვე სამჯერ ამ დროის მანძილ მას გაუკეთეს ჯადო. შურის ისამე საფუძველ ჯადო გაუკეთეს. და მე ისამე ნუ ჩავატარე ეს ისამე რიტუალი ანუ კორექცია ხო მისი მდგომარეობას. ლოცვი განათლება ან განათება ხო? სწორი როგორ იქნება. მისი მდგომარეობის და ისამე გადაკეთვა არხის კავშირის აი ადამიანის სამი ადამიანი. ვოთ. ანუ სამი თავდასხმა გადავკეტა არხი კავშირისა და ლოცვით, ნუ აი ესე ვთქვათ, გავასწორი მისი ნუ აურა, ველი და ასე და ოჯახი. ანუ ზეციერი ძალა ამ მისი დედის ველის გამოყენებით მოახდინა ზეწოლა სივრცეზე, საგნებზე, რომ ქალმა მიაღწია ყურადღება რა ხდება, ეს წებში რატო ჩამოვარდა ეს რა ანუ შეიშინდეს ქალს, რომ გოგო შემდეგ გამოვიდეს იქ TikTok-ში და სხვას მე ისამე მეშინია დამეხმარეთ. აი ნახეთ, ნუ დავეხმარე ამით. და წარმოიდგინეთ საინტერესო რა არის, ნახეთ, რამდენი წელი გავიდა ნუ არავით არის ამ კავშირი არა გვაქვს, არ სატელეფონო ხო, არ ჩემი მხრიდან, რა თქმა უნდა მათი მხრიდან, მაგრამ ზეციერი ძალა მისი მხრიდან ხო არ დანება ჩვენს აი ესე თქვა. და ისამე შემოდის, ანუ ჩემი საოჯახო ველთან შემოდის ეს, ანუ წმინდანები, ფარველანგელოზი ამ გოგოს და მსხოვენ მე ნაწილობრივ, ანუ მე კი არა თქვენ ნაცალებს იმ ზეციერი ძალას რომ მე როგორ მკურნავს მიცავს რომ მან ანუ ამ ძალა ანუ მთავრანგელოზ უმაღლეს ანგელოზ და სიტარმე დაეხმაროს იმ გოგოს
და როცა გავსინჯე რა ნუ აი ახლა ბოლო დღე გამოვიდა ისე მისი დას დაეხმარო და მისი დაზე ჯადო წევლა და სასიყვარულო ჯადო და ესა სინჯე გამოვიდა რა მიითვისა ყოფილი ოჯახის წევრი და მამაკაცი და ნუ მე ხო არ დაურეკა დადასტურებისთვის ნუ გამოდის რომ მისი და გაშორდა თავის ქმარს და ისამე ქმარს გაუკეთეს სამჯერ სასიყვარულო ჯადო დაინგრა ეს ოჯახი ხო ნუ მათ უფრო მეტი უნდა და ეხლა ისამე მისი და არის გამტარი ამ ჯადოს მადოს იმიტომ რომ ქმრისგან იმიტომ რომ ისამე ხიდია მათ შორის ანუ დაშორდნენ მაგრამ ვაჟი შვილი ყავს და ეს შვილი ხდება ხიდი მათ შორის და იმიტომ რაც იმ მამაკაცს რომელსაც გაუკეთეს ეს ჯადო ხო რაც იმ მამაკაცის ისამე აწვება ეს მძიმე ენერგია ხო ის იგივე ამ გოგოს დას შემდეგ მისი ისამე გამოყენით უკვე მისი დედას ამ გოგოს და იმ პატარა ბავშვს ხო და ნუ მე ხო არ დაურეკავ მას და ისა მათ ანუ ადამიანის ნების გარეშე არ შეიძლება დავეხმაროთ ანუ ეხლა საჭირო არის ამ გოგოს კი არა და მისი და საჭირო არის და მისი დასაც ანუ აი ესე ვთქვათ ხო უნდა ვაცნობოთ აი ესე ვთქვათ მე არა მე ვიღაც ვაცნობოთ მისი ყოფილი ქმარს რომ იცი რა შენ გაგიკეთე სურპრიზი და შენ უკვე ანგრევს შენი ცხოვრებას ხო თუ დაშორდი ეს ანუ ეს ენერგოინფორმაციის სტრუქტურა ჩაჯდა ამის აურაში და ნელ-ნელა ანგრევს მის ბედს რა თქმა უნდა ხო ეს მუშაობს წარმოიდგინე და არაფრის გამკეთებელი არ ვარ და ეს მე ვიცი მაგრამ მე არ დავიწყებ ისამე ხო ესამე ცდებს ჩატარებას ისამე როგორ დავკავშირდა გოგოს და პანიკაში ჩავარდება ეს თუ არ არის ადამიანი მზად ხო მარტო პანიკაში ჩავარდება და ნუ კიდევ კარგი თუ დაგწყეველის там კიდევ რაღაც вот დაატრიალებს აქ вот აი ეს რამე ხდება და ეს რეალურად თქვენ რა ხასახით აკეთებთ ხოლმე ახლა უკვე კონსულტაციებს აი მე ვუთხარი ანუ მე ზამე შემთხვევით სამი ჩემი ყოფილი სამი ხო მეწყვილეს რომ აი ნუ ჩავატარე სპეციალური გამოკლება გამოვიდა რომ დიაგნოზის ჩატარება არ შეიძლება უკვე იმიტომ რომ კიდევ ერთი დაავადება გადავიტანე ახლა და შაქარზე ვარ და ასე შემდეგ ანუ ფიზიკურად ნუ წარმოიდგინე 72 წლის ადამიანი რომელიც 27 წელი ამ ჯანდაბაში იხარშება ხო ანუ სული შეიძლება იზრდება ენერგეტიკოდ იზრდება მაგრამ ფიზიკურად ნადგურდება ხო და მიღებულიც არის ესე ციგნებში არის დაწერილი რომ საუკეთესო დრო როცა ბიოენერგეტიკოსი იწყებს მუშაობას ქალისთვის არის 30 წელი ა მამაკაცს 35 და საუკეთესო დრო აი რომ აქტიურობა ძალა გამოიჩენს არის 15 წელი შემდეგ უნდა ის ენერგია თავის სხეულისთვის ისა მოიხმაროს ანუ მე უკვე გადავამეტე და იმიტომ ვამბობ რომ არა მე უკვე არ ვღებულობ პაციენტებს კონსულტაცია შემიძლია დავათ აი ხანდახან მირეკავენ მე მეჭვება ან ისამე მე მითხრეს რომ ჯადო გამიკეთეს вот მეშინიან вот ну ამ შემთხვევაში ძალიან სწრაფად შემიძლია ისა გავსინჯო დისტანციურად არ შეიძლება რომ აქ მოვიდეს ვინმე და ან რაღაცა ჯანმრთელობის ჯადოს და ტემის გამტარი ხო დისტანციურად ამერიკაში აფრიკაში ვერცი ხო თუ ექსტრასენსი ხარ ეს უნდა შეზო вот არ არის საჭირო რომ აი ისა მიჯდეს იმ ადამიანი вот ну ანუ კონსულტაციის ესეთ ჩატარება აი ეს მწვავე საკითხებში ხომ არ არის რა ხომ არ გამიკეთეს როცა ამბობენ ადამიანები რატომღაც არ ისანი არ მიმართებს არაფერში ხომ არ არის ხომ არის აი მაშინ შემიძლია სწრაფად ჩავატარო და უთხრა მართლა რაღაც არის თუ არ არის ანუ ნუ ეჭვენობ ნუ იგონებ ხო
ხო ზოგჯერ ჩვენშიც არის ხოლმე უბრალოდ პრობლემა. აკვიატებაში შევი და არა რომ გარედან იყოს ზემოქმედება. ხო, ხანდახან ეს დაცვითი მექანიზმია, რაღაც ფსიქოლოგიური. აი ესეთი რამე. ძალიან დიდი მადლობა. მადლობა. კიდევ შემოგთავაზებთ უახლოეს პერიოდში რატომ ვლადიმერთან იმდენი თემები აქვს, იმდენი კვლევა აქვს, რომ ამოუწურავი არის ეს თემა. ძალიან დიდი მადლობა რომ გვისმენთ, ბატონ ვლადიმერ, ძალიან დიდი მადლობა თქვენ ამ ცოდნის გაზიარებისთვის, ამ ხელა პრაქტიკის გაზიარებისთვისაც და იმედია დაშინებისთვის. დაშინებისთვის. იმედია თქვენთვისაც საინტერესო იყო, მეგობრებო, შეგიძლიათ დაგვეწევათ კომენტარები, ბატონ ვლადიმერთან შეგიძლიათ მიმართვა კრიზისულ სიტუაციებში მხოლოდ, ესე რომ ვთქვათ. და მადლობა დიდი მოსმენისთვის დროებით. კარგად იყავით.